ხრაშუნა კანი და კრემისებური შიგთავსი. ეს უბრალოდ მოხარშული კვერცხი აღარ არის, ერთად მოვამზადოთ. აქ მაქვს 6 ცალი კვერცხი, რომელიც უნდა მოვხარშოთ კარგად. ვიდეოს დაგულება, დაკომენტარება და ჩემი გამოწერა არ დაგაუწყდეს. გავფრცქვნათ კვერცხი და თითოეული მათგანი გავჭრათ შუაზე. დავაცალკეოთ გული და ცილა. აქ მაქვს ჰაინცის მდოგვი, რომლითაც შევკმაზავ შიგთავს. დასრულებული კერძზე გავსინჯოთ ჰაინცი ჩიპოტლესთან ერთად, რომელიც საკმაოდ ცხარეა. შიგთავს ვამატებთ ორსუფრისკოვს კრემყველს, ზეითუნის ზეთს, ქარის და დავამატოთ ცოტა მდოგვი. ეს ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. გადავიდეთ მეორე ეტაპზე, გვჭირდება 1 ცალი კვერცხი და საფანელი. გადავთქვიფოთ კვერცხი, ამოვალოთ მოხარშული კვერცხის ცილა, გადავიტანოთ საფანელში. ასე ამოვალოთ ყველა ცილა. შესაძლოა მზად არის. გადავიტანოთ გახურებულ ზეთში და ორივე მხრიდან მოვბრაწოთ გემრიელად. ცილა მოიბრაცა, შეგვიძლია გადავიდეთ ბოლო ეტაპზე. ამოვავსოთ უგემრიელესი შიგთავსით, რომელიც წეგან მოვამზადეთ. დავამატოთ ჰაინცის ჩიპოტლე. ჰაინც კიდევ ბევრი გემრიელი соуსი აქვს, რომელთაც მოგვიანებით გიჩვენებთ. მზად არის, შეგვიძლია გავსინჯოთ. მართლა ძალიან გემრიელია. დროებით.